მოგწონს რომ პატენტი, რა ვიცი, რატომ მივიყურისდირებ პატენტი, ალბათ ჩემი დროის უქოლობის გამო, ეგ ერთი და ეგ საკითხი ახლა აქტუალური უნდა ყოფილიყო პირველ რიგში უნდა გამეკეთებინა. და ალბათ მაგაზე ისევ ვიმუშავებ და როგორ გავაკეთებთ ჩვენ სამეცნიერო ნაშრომები გვაქვს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში წარდგენილი გვაქვს. ყველა ამ დასკვნებს, ამ ყველაფერს წარვადგენთ და იმის მიხედვით ამაზე ჩვენ კვლევები გვაქვს, ამაზე ჩვენ ნაშრომები გვაქვს. და ყველაფერს წარვადგენთ იმ სიგელებს, იმ სერტიფიკატებს, ჯერ მარტო 32 თუ 33 სერტიფიკატი მაქვს ამ დარგში მეცნიერებათა აკადემიიდან მონიჭებული ახალგაზრდა მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობს და იქიდან სამუშაო პროცესს ყველაფერს ავკინძავთ და მივიტანთ, რა ვიცი. თუ განიხილავთ რამე ტიპის თანამშრომლობას მუნიციპალიტეტთან, რომ პროცესი უფრო დაჩქარდეს, რა ვიცი, თუ დაჩქარდება. თუ განიხილავთ ამას უბრალოდ გერდი ძალიან კარგი მერი ყავს და ალბათ შეიძლება მესთან ერთადაც მასკნა რა ქვია გავიარო ეს საკითხი. საერთოდ მეაბრეშუმეები ამბობდნენ და მარტო ამაზე მქონდა მაგათან დავა, რომ 5 წლის იქით არ შეიძლებაო თუ სიცხლე არ გამოუცვალეო და რაღაც რა. არ შეიძლება ამათიო, მე ძალიან სულ პარკებს იძლევენ და მე დავანგრიე ეგ სტერეოტიპი, ანუ ეს 15 წელია, 15 წლის წინ როცა მაჩვენეს 21 წელი, მზიური 2. ოჰო. რომელიც შემდეგ ჩემთან მუშაობის და ამდენი წლის შემდეგ, 15 წლის შემდეგ 28 გრადუსზე უნდა გამოჩეკილიყო ის მზიური თავისებური ტენი, ტემპერატურა უნდა ჰქონოდა ყველაფერი, მაგრამ ჩემები 14 გრადუსზე იჩეკებიან და უფრო დაბალ გრადუსზეც კი, ანუ მთლიანად შეეცვალათ სტრუქტურა 15 წლის მანძილზე. არის ორმოსავლიანი, ამ 15 წლის მანძილზე შემდგომი გადარჩევებით, სელექციით უკვე ისეთი ძლიერი დაავადებებზე მდგრადი, ყველა დაავადებებზე მუსკარდინაზე ჩვენი მცენარეებითაც, ანუ მუსკარდინა არის ჩაკირვა, ისეთი დაავადება, რომელიც მოყოვანია და ხოცავს ძალიან ბევრ ჭიას, მაგრამ მაღალ იმუნურია, ამას ამბობთ თქვენ. თქვენია გამოყანილი ქართული ჯიში. სავაჭრო პალატასთან. კი ბატონო. ჩეხეთთან, უნგრეთთან და სლოვაკეთთან ერთად მუშაობის შედეგად მთელი წელი ვიმუშავეთ შეიძენი კახეთი ბრენდზე. და რაც 9 რაღაც დაიბრენდა კახეთში და აქედან ერთ-ერთი იყო ქართული აბრეშუმი. ანუ ყველა ჩვენი პროდუქტი არის სერტიფიცირებული. ჩემთან არის ძალიან ძლიერი გუნდი. ანუ ეს არის დოქტორები ორივე დარგში, ანუ მეთუთეობის მხრივ, ანუ თუთის სპეციალისტები, დოქტორები და მეაბრეშუმეობის ხაზით დოქტორები, რომლებიც ფაგებით, ანუ თანამედროვე მეთოდებით მუშაობენ, მაგრამ მე უძველეს ხალხური მეთოდით ვმუშაობ ამჭიებთან და ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ჩვენ უკვე 2012-ში ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ აი ამ პატენტზე, რა ვიცი, რატო მივიყურისდირებთ ჩვენს არ გინდაო, რა ვიცი, ნახა ბრენდი გახდიო, რაღაც გინდაო მიდეს და იმას აბრეშუმის მუზეუმმა გააკეთეს განცხადება და მაგათი ის იყო მოგონდება და რაღაცა, რომ ეს არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭებინათ. მაგათ განცხადებაზე მოხდა ეს ყველაფერი.